მთავარი ეკონომიკური მოვლენებისა და თემების განხილვა. ეკონომიქსი. რადიო იმედის პირდაპირ ეთერში. გადაცემის სპონსორია ზედაზენი. ქართული ლუდის კომპანია ზედაზენი და გერმანული ლუდსახარში ბიტბურგერი წარმოგიდგენთ. პრემიუმ ლუდს კიონიკა პილსნერი. König Pilsner. დავირგვინე წარმატებული დღე. როგორ გეგმავს კავკასიის რეგიონში ლუდისა და უალკოჰოლო გაზიანი სასმელების ნომერ პირველი მწარმოებლის სახელისა და სტატუსის მოპოვებას ქართული ლუდის კომპანია. სიახლეები ლუდსახარში, ზედაზენში და ახალი ბრენდები. პირდაპირ ეთერშია გადაცემა ეკონომიქსი. სტუდიაში ირმა ებრალიძე მუშაობს. კიდევ ერთხელ მოგესალმებით. ზედაზენს მიუხედავად სირთულეებისა ამბიცია აქვს, რომ ნომერ პირველი კომპანია გახდეს. ბოლო პერიოდის განმავლობაში ლუდსახარში ზედაზენი 3 ახალი ბრენდით გამოჩნდა, ასევე ეს ერთ-ერთია იმ კომპანიებს შორის, რომელმაც თავისი პროდუქცია რუსეთის ბაზარზე გაიტანა. ქართული ლუდის კომპანიის კომერციული დირექტორი კახა პაიჭაძე ისაუბრებს დღეს კომპანიის გეგმების შესახებ. აქვე გეტყვით ჩვენი სტუდიის ტელეფონის ნომრებს 292 1188 292 1199 დაგვირეკეთ და დასვით შეკითხვა პირდაპირ ეთერში უშუალოდ კომპანიასთან მიმართებაში. ერთად შევაფასოთ ეკონომიკური მოვლენები. სტუმარი ეკონომიქსში. ბატონ კახა, გამარჯობათ, ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრათ გადაცემაში მონაწილეობისთვის. გამარჯობა, დიდი მადლობა მოწვევისთვის. სანამ დავიწყებდეთ უშუალოდ თქვენს ახალ ბრენდებზე საუბარს, მე გადაცემის დასაწყისში ვთქვი შესავალში, რომ თქვენ გაქვთ ამბიცია, რომ გახდეთ კავკასიაში ნომერ პირველი მწარმოებელი, რაც ეხება ლუდისა და უალკოჰოლო გაზიანი სასმელების ბაზარზე. ანუ თქვენი სტრატეგია როგორია ამ კუთხით და რამდენად მიდიხართ ამ ნაბიჯისკენ, უკვე გადადგეთ თუ არა რამდენიმე ნაბიჯი, თუ უკვე ხართ ნომერ პირველი? მოვახსენებთ ჩვენი ამბიცია გვქონდა, როდესაც ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ გაგვეკეთებინა კიდევ ერთი ლუდის ქარხანა საქართველოში, იმ კონკურენციის პირობებში, რომელიც ჩვენამდეც იყო, ჩვენ გვქონდა ამბიცია, რომ ჩვენ შევძლებით გავუკეთებინა ქარხანა, რომელიც იქნებოდა საუკეთესო კავკასიაში, იქნებოდა ნომერ პირველის. და მე დაბეჯითებით შემიძლია თქვა, რომ ჩვენს ამბიციის რეალიზება მოვახდინეთ და მართლაც ბევრი ადამიანი უკვე ჩვენ გვესტუმრა და ყველა სტუმრისთვის ღია არის კარი, მობრძანდით დაათვალიერეთ, დარჩებით სასიამოვნოდ გაკვირვებული თქვენს ქარხანაში და მე დავჭი შეიძლება ითქვას სასიამოვნოდ გაკვირვებული. სიამაყის ხნობას დაეუფლება ნებისმიერს ადამიანს, ვინც არ იცის ეს წარმოების სპეციფიკა, ისინიც მიხვდებიან გუმაინ თუ რა ქარხანა არის ეს არის მართლაც ნომერ პირველი, არა მარტო კავკასიაში, არამედ მთელს რეგიონში, ეს არის ბოლო სიტყვა ფაქტურად კვების მრეწველობის სფეროში, ყველა უბანი საწარმოო ციკლის აღჭურვილი არის ისეთი დანადგარებით, რომელიც ფაქტურად ბოლო სიტყვა არის. არაფერი არ არის ამაზე უკეთესი, ეს არის არცად არ არის გამოყენებული არც მეორადი ტექნიკა, ლუდი და სასმელი არ მოდის შეხებაში შავ მეტალთან, მხოლოდ უჟანგავი მეტალი, არც თურქული და ჩინური ანალოგები, მხოლოდ პირველ ხაზზე არსებული ევროპული ტექნიკა და შესაბამისად ხარისხიც და ალბათ ამის დამსახურებაა, რომ გერმანულმა ბიტბურგერმა თქვენთან თანამშრომლობა გზაარჩია, ანუ ცნობილია, რომ ახალი ბრენდი გამოდის და თუ არ ვცდები, მე როდესაც ამ გადაცემას ვამზადებდი, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც მსოფლიოში ცნობილი ესეთი ცნობილი ბრენდი საქართველოში იწყებს თანამშრომლობას. ანუ როგორ მოხდა, როგორ დაიწყო ეს ყველაფერი? გეტყვით ბიტბურგერის მფლობელი ოჯახის წარმომადგენელი ჩვენ მოვიწვიეთ, ჩვენთან საქართველოში იმყოფებოდა, ის დაუპატიჟეთ ქარხანაში დაათვალიერებდა და ის არ მოელოდა, რომ თბილისის შემოგარენში, იქ სოფელ საგურამოში ის ნახავდა წარმოებას ლუდის ქარხანას, რომელიც იქნებოდა იმ დონის, როგორც არ არის ევროპაში ბევრი ცნობილი ქარხანა. ძალიან გაკვირვებულები იყვნენ და უყუყმანოდ ჩაგვაბარეს, ესე იგი, თავიანთი ბრენდის კიონიკ პილსნერის, რომელიც არის მათი პრემიუმ ბრენდი, წარმოება და დღესდღეობით ბიტბურგერის ექსპორტი საქართველოში და შემოგარენ ქვეყნებში იწარმოება ჩვენთან ზედაზენში. და აქ ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი, თუ არ ვცდები, არის წყალი. ქართული წყალი, ანუ მისი დავშვათ ის მონაცემები, რაც არ არის სხვა ქვეყნებში. კი ბატონო, მართალს ბრძანებთ აბსოლუტურად. ჩვენ
ავაშენეთ ჩვენი ქარხანა გუსაგურამოში, არახოლოდ იმიტომ რომ იქ კარგი პირობები არის, კურორტული ადგილი არის და ძალიან სასიამოვნო ხედები და ჰაერი არის. არამედ იმიტომ რომ იქ მოიპოვება წყალი, რომელიც არის გული და სული ჩვენი წარმოების, ჩვენი კომპანიის. ეს არის ზედაზენის მთის წყაროს წყალი, ეს ძალიან საინტერესო სისტემა არის იქ ბუნებრივად ჩამოყალიბებული 40 წლის განმავლობაში ფაქტიურად ეს საბჭოთა კავშირის დროს, როდესაც ისინი სწავლობდნენ ბირთვული ომის შესაძლებლობებს, გამოკვლეულია ეს, რომ მოსული ნალექი 40 წლის განმავლობაში იფილტრება ბუნებრივი სისტემაში და ქვევით გროვდება ეს გაფილტრული მინერალურად შეზავებული წყალი და იმ შემთხვევაში თუ ომი იქნებოდა 40 წლის განმავლობაში აქ იქნებოდა ესეთი ძალიან მაცოცხლებელი სუფთა წყალი და აი ეს წყალი არის რომლის საშუალებითაც ჩვენ ახლა ვაკეთებთ ჩვენს პროდუქციას და ეს არის ჩვენი სიმდიდრე. და მე როგორც სპეციალისტების გამცემელი ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი სწორედ ლუდის მოხარშუშას არის წყალი. კი ბატონო, ყველას შეუძლია გააკეთოს ქარხანა თუ დაახარჯოს შესაბამის ფულზე დაიქირავებს შესაბამის სპეციალისტები, რომლებიც იციან რა არის კარგი და რა არის თანამედროვე და საუკეთესო ტექნიკა, ყველას შეუძლია აღაშენოს ეგეთი ქარხანა, როგორც ჩვენ გვაქვს, ვისაც ექნება ფული. ყველას შეუძლია იყიდოს ის ნედლეული უმაღლესი ხარისხის, რომელსაც ჩვენ ვყიდულობთ, იმიტომ რომ ჩვენ რაღაც ექსკლუზიურ ნედლეულს აქვთ, ჩვენ ვყიდულობთ ძვირფას ნედლეულს. ყველას შეუძლია დაიქირავოს შესაბამის ფასად ის სპეციალისტები ევროპაში, ამერიკაში, იმ დონის, რომელიც ჩვენ ყავს, მაგრამ წყალით ნურას უკაცრავად ყველგან არ მოიპოვება. ჩვენ გვაქვს ეს ჩვენი ეს წყალი, რომლის საფუძველზე ჩვენი პროდუქცია არის აბსოლუტურად განსაკუთრებული. ბიტბურგერს რომ დაუბრუნდეთ, ისე კონტრაქტის მიხედვით კომპანია იტოვებს ლუდის ხარისხზე კონტროლის უფლებას. ანუ რაიმე განსაკუთრებული მოთხოვნები აქვთ ქართული ლუდის კომპანიასთან გერმანელებს? ეს ჩვეულებრივი ამბავია ეგეთ ბიზნესში. ლუდის ბრენდების ესეთნაირად კონტრაქტით ჩამოსხმა სხვა ქარხანაში ლუდის ბრენდის პრობლემების მიერ სოფლიოში მიღებული არის და საქართველოშიც რა თქმა უნდა მსგავსი სიტუაციასთან გვაქვს ადგილი, მაგრამ ეხლა თქვენ თავიდან სწორად აღნიშნეთ, რომ ეს პირველი შემთხვევაა ბიტბურგერისთვისაც. ბიტბურგერს არ აქვს ეს პრაქტიკაში, რომ თავისი ლუდი ადვილად გადასცეს წარმოებაში სხვა წარმოებლებს, იმიტომ რომ ისინი უფრთხილებიან თავიანთ ბრენდის იმიჯს, უმაღლესი ხარისხის ბიტბურგერი მოიხსენებათ არის პირველი მწარმოებელი გერმანიაში, ხან კრონბახერი, ხან ბიტბურგერი არის ხოლმე ცდილობენ ერთმანეთს პირველობაში. და ამიტომ ისინი ძალიან სათუთად ეყრობიან თავიანთი ხარისხის. მოიხსენებათ გერმანელები არიან. საქართველოშიც პრემიუმ კლასზეა გათვლილი ეს. რა თქმა უნდა, ლუდი არის იგივე. ლუდი უნდა იყოს აბსოლუტურად იგივე, რაც არის იქ. და ამიტომ დამფუძნებელია, მაგრამ ტექნიკური ჯგუფს მაინც უნდა რომ ბოლომდე ყოფილიყო დარწმუნებული, რომ ეს იქნებოდა იმ სტანდარტის ლუდი, რომელსაც ისინი აწარმოებდნენ და შეეჩვენენ. ფასში არის სხვაობა მნიშვნელოვანი, დავუშვათ გერმანიაში რა ღირს და საქართველოში რა ღირს. თავისთავად იქნება, მაგრამ ჩვენთან უფრო იაფია. იყო ლაპარაკი იმაზე, რომ ეს არის პრემიალური ლუდი, ეს არ უნდა იყოს იაფი, მაგრამ ჩვენ, იმიტომ რომ გვინდოდა რომ მასიურად ბევრ მომხმარებელს გაესინჯა და ქონდა შესაძლებლობა გასინჯულიყო, მოიხსენებათ გერმანიაში შემოსავლების დონე სულ სხვა არის, საქართველოში შემოსავლების დონე სულ სხვა არის. აი ამიტომ, ამ სწორედ ამ არგუმენტის წყალობით ჩვენ შეგვიძლია დაგვეთანხმებინა ეს ბიტბურგერის წარმომადგენლები, რომ ჩვენ გავაკეთებინა ის ფასი, რომელიც ხე გავაკეთეთ. ეს არის მინიმალური ფასი. 2 ლარზე ნაკლები ღირს, ფაქტობრივად გერმანული ლუდი და ეს ისეთი გერმანული ლუდია თან, რომელიც არ გაუვლია იქ დიდი თვეები საწყობებში, დიდი თვეების განმავლობაში არ მოხდა მისი ტრანსპორტირება და ეს ტრანსპორტირება და შენახვა, რა თქმა უნდა, ხარისხის ქვევითკენ ეკაჩება. და ეს არის სინცხალი გერმანული ლუდი საქართველოს, რომელიც უფრო იაფი ვიდა გერმანიაში. სტატისტიკა ალბათ არის უკვე, ხო, გაყიდვების. ანუ როგორ მიიღო ქართულმა მომხმარებელმა აღნიშნული ბრენდი? ძალიან ძნელი იყო თავიდან, როდესაც მოგიყვებით, ახლა როგორ იყო, რომ თავიდან ჩვენ ველოდებოდით რა შეიძლება ყოფილიყო ამ ბრენდის გაყიდვები საქართველოში. პირველი შემთხვევა იყო, როგორც გერმანული მხრისთვის, იმიტომ რომ დუისბურგი არის ეგეთი ქალაქი გერმანიაში და იმის გარეთ კიონიგი პილსნერი არ ჩამოსხმულა, რაც არსებობს. მიუხედავად იმისა, რომ 30 ქვეყანაშია წარმოდგენილი ამერიკის, ინგლისის ჩათვლით, ჰონკონგი და აი ყველგან ითვლება ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი უკავია იმპორტული ლუდების კატეგორიაში. და ყველა ეს მთელი ეს წარმოებოდა ყველაფერი დუისბურგში. პირველი შემთხვევა როდესაც დუისბურგის გარეთ ჩამოიცხა ეს ლუდი.
გერმანელებისთვის და ჩვენთვისაც საქართველოსთვის პირველ შემთხვევაში, იმიტომ რომ საქართველოში ამ დონის ბრენდის დაკონტრაქტება ფაქტობრივად არ ყოფილა და და ეს ქმნიდა ამ გაურკვევლობას თუ რა შეიძლება ყოფილიყო ამის გაყიდვები და ჩვენ რა თქმა უნდა გქონდა რაღაც ოპტიმისტური, რეალისტური შეფასებები, მაგრამ ქართველებმა უფრო კარგად მიიღეს ეს ლუდი, ვიდრე ჩვენი ოპტიმისტური შეფასებები. სიახლე გვიყვარს ჩვენ ზოგადად. მარტო სიახლეც ხო არ არის, ეხლა თვითონ ლუდიც მოეწონათ ძალიან და პროდუქტი არის ბევრმა გასინჯა უკვე, იმიტომ რომ გაყიდვები საკმაოდ დიდი აღმოჩნდა. ჩვენს ოპტიმისტურ შეფასებასაც კი გადააჭარბა და შეიძლება ითქვას, რომ თელმა საქართველოს გასინჯა და მოეწონა და კიდევ ბევრჯერ შეისყიდა. გასაგებია, ჩვენ ახალი ბრენდების შესახებ ვისაუბრებთ უკვე გადაცემის მეორე ნაწილში, ახლა გადაცემაში რეკლამის დროა, რამდენიმე წუთში დაბრუნდებით, დაგველოდეთ. ეკონომიქსი, რადიო იმედის ეთერში. გადაცემა ეკონომიქსის სპონსორია ქართული ლუდის კომპანია ზედაზენი. დააგვირგვინა წარმატებული დღე. მიირთვი პრემიუმ ლუდი ქიონიკ პილსნერი. ჩვენ ისევ პირდაპირ ეთერში ვართ, შეგახსენებთ, რომ ეთერშია გადაცემა ეკონომიქსი, ჩვენი სტუმარი გახლავთ ლუდსახარში ზედაზენის კომერციული დირექტორი კახა პაიჭაძე და ჩვენ გადაცემის პირველ ნაწილში ვისაუბრეთ ერთი ახალი ბრენდის შესახებ, ეს გახლავთ ბიტბურგერთან დაკავშირებით, ახლა ვისაუბროთ ხევსურულ ლუდთან მიმართებაში, ანუ სულ რაღაც თუ არ ვცდები 2 კვირა გავიდა, რაც ამ ახალი ბრენდი გამოუშვით ბაზარზე, უფრო ისეთი არის ტრადიციებზე მე ვიყავი ვესწრებოდი ამ პრეზენტაციას და იქ ისეთი სიტუაცია იყო რომ რაღაც ესე ტრადიციული ლუდია ძველი ადაწესებზე აგებული თუ არ ვცდები თუ რამე შემისწორეთ ანუ როგორ მიიღო ბაზარმა ეს არის ტრადიციული ლუდი საქართველოს ეხა მაინც გუნის ქვეყანა არის მოგეხსენებათ და ლუდის მოხმარების კულტურით თლაც პირველ ადგილზე ვერავართ ავანგარდში ვერავართ მაგრამ მიუხედავად ამისა საქართველოს აქვს ლუდის ტრადიციები ძალიან საინტერესო საქართველოს ქართულ მთიანეთში უხსოვარი დროიდან არსებობდა ეს მიმართულება ეს კულტურა იხარშებოდა ლუდი რამდენიმენაირი ლუდი განვითარდა თითოეულ ესე ვთქვათ რეგიონს ჰქონდა თავისი თვითმყოფადი ლუდის კულტურა და ძალიან მდიდარი კულტურა არის შემონახული მაგრამ ეს კულტურა არის საქართველოს სიმდიდრე ფაქტორად და ეს საჭიროებს მის მოკვლევას, შენარჩუნებას და განვითარებას. ჩვენ როგორც ქართული ლუდის კომპანია, სააქციო საზოგადოება ქართული ლუდის კომპანიამ ძალიან კარგად გავიაზრეთ აი ეს პასუხისგებლობა, რომ ვინ თუ არა ჩვენ უნდა მოახდინოს აი ეს ქართული ლუდის ტრადიციის პოპულარიზირება. და შესაბამისად, თანამედროვე წარმოების პირობებში გადავწყვიტეთ შეგვექმნა ტრადიციული ქართული ლუდის კულტურის შესაბამისი ლუდი და წავედით პირდაპირ მთაში. არ ციგნებში ლუდის სპეციალისტებს კი არ დავიკითხეთ, არამედ წავედით პირველ წყაროსთან ცნობილ ქართულმა ეთნოგრაფებმა ამირან არაბულმა და ეთერ თათარაიძემ გაგვიწიეს ძალიან დიდი დახმარება, მოახდინეს ორგანიზება ჩვენი შეხვედრისა ცოცხალ მემატიანებთან, ხევისბერებთან, რომლებიც იყვნენ ასევე პრეზენტაციაზე. დიახ. და უხუცესმა ხევისბერმა ბეწეწურ არაბულმა ფაქტურად დაამწყალობნა ხევსურული ტრადიციის შესაბამისად ჩვენი ახალი ლუდის გამოსვლა, როგორც ანუ გაგიმხილათ ის რეცეპტი? ჩვენ ვიმუშავეთ მასთან, მან გაგვიმხილა ეს დასამალი არ არის, ეს არ იმალება, ეს არის ყველა ქართველის საკუთრება და სიმდიდრე და ჩვენ ვიმუშავეთ მათთან ხევსურული ლუდის ტრადიცია გამოვიკვლიეთ და შევქმნით მისი ანალოგი, ქარხნული ანალოგი. როგორ მოხდა ეს თანამედროვე სტანდარტებთან ამის დავუშვათ შერწყმა? აი საინტერესო ტექნოლოგიური პროცესი ამ შემთხვევაში. გეტყვით როგორც გითხარით, რამდენიმე მიმართულება არის ქართული ლუდის სხვადასხვანაირი ალუდა არის მაგალითად თუშეთში ლუდი არის სხვანაირად იხარშება ხევსურეთში, სხვანაირად მთიულეთში, სხვანაირად ხევში და ჩვენ მაინც ავირჩიეთ ხევსურული მიმართულება და რატო? იმიტომ რომ ძალიან დაგვაინტერესა. ჩვენ პირადად სუბიექტურად მოგვეწონა ეს ლუდი, როცა გავსინჯეთ. არის ძალიან სავსე გემო აქვს და მდიდარი არომატი და ეს მიიღწევა იმით, რომ რამდენიმე სახეობის ალაოს კუპარს, ნარევს აკეთებენ. ჩვენ როდესაც აი ეს მიმართულება, ეს მიდგომა განვიხილეთ ლუდის თანამედროვე სპეციალისტებთან შევქმნით, განვავითარეთ რაღაც ახალი რეცეპტი
რომელიც ჩვენს კომპიუტერიზებულ თანამედროვე ქარხანაში გადაითარგმნა და ეს არის ანალოგი, თანამედროვე ანალოგი იმ ხევსურული ლუდისა, რომელიც დღესაც იხარშება დღეობებზე, ხატობებზე, ხევსურეთში. და ყველა დანარჩენ მთიან რეგიონში საქართველოს. მოთხოვნა როგორია ბაზარზე? მოთხოვნა არის ჩვენთვის ძალიან გასახარა და კარგი. როდესაც ვაკეთებდით ასევე ფინანსარ გათვლებსა და შეგვიკვეთა ეს ნედლეული ასევე გერმანიიდან ჩამოგვაქვს, იმიტომ რომ საქართველოში შესაბამისი წარმოება არ არის. და როდესაც შევუკვეთეთ ჩვენ ეს ოპტიმისტური გათვლების შესაბამისი ნედლეული, გერმანიდან მოგესალმებით რაღაც დრო ჭირდება ჩემთანაც. მიუხედავად იმისა, რომ ეს თადარიგი დავიწყეთ, მაინც გაგვითავდა ლუდით და ხევსურული ლუდის პატარა დეფიციტები შეგვექმნა. ეს პატარა მინუსი ჩვენი მენეჯმენტის იმის გამო, რომ ქართულმა მომხმარებელმა ძალიან კარგად მიიღო, იმაზე კარგად მიიღო ეს პროდუქტი, ვიდრე ჩვენ გვეგონა. ფაქტობრივად მართლაც ძალიან კარგი გამოვიდა. ჩვენ ყველას ძალიან მოგწონს, ძალიან დიდარი გემო და დიდარი არომატი და სავსე გემო აქვს. ძალიან კარგად მიდის ქართულ საჭმელებთან, ხინკალზე დასაყოლებლად არის აი რაღაც მისწრება და შედეგებას არ დააყოვნა და როგორც გითხარით, იმდენი გაიყიდა, რომელსაც არ ველოდით და შეგვექნა პატარა დეფიციტი, მაგრამ ჩვენ რა თქმა უნდა არ მივდივართ არანაირ კომპრომისზე ხარისხის დაგდებასთან დაკავშირებით და რაღაცა. ჯობია რომ ცოტა დეფიციტი გავყიდოთ, პატარა ცოტა დეფიციტი შეიქმნას, მაგრამ არანაირი კომპრომისი ხარისხზე. ეხლა გაზაფხული მოდის ლუდის სეზონი, როგორც ამბობენ, ალბათ კომპანიას აქვს რაღაც ამახალისებელი აქციები, გექნება თუ არა სიახლეები და იმიტომ რომ ბაზარი არის საკმაოდ კონკურენტუნარიანი, იმიტომ რომ არის რამდენიმე კომპანია და თქვენ გაქვთ ამბიცია რომ იყოთ პირველები, შესაბამისად ამბიციური პროექტები უნდა შესთავაზოთ მომხმარებლებს. ჩვენ ამბიციაზე კიდევ ერთხელ გეტყვით. ჩვენ გვაქვს ესეთი კორპორატიული სტრატეგია, ჩვენ რომელიც მიმდინარეობს საერთოდ ამბიცია უნდა გქონდეს ბიზნეს თავისთავად, ამაში ცუდი არაფერი არ არის. კი ბატონო, ცუდი არაფერი არ არის. შეიძლება ცოტა ხმამაღალი ნათქვამი იყოს, მაგრამ ცუდი ნამდვილად არ არის. ჩვენი ამბიცია გვაქვს ესეთი, ჩვენ ამბიციას ჩამოყალიბება შეიძლება შემდეგნაირად. ჩვენ გვაქვს ამბიცია, რომ ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ პროდუქცია, მასიური პროდუქტი, შევქმნათ მასიური პროდუქტი, რომელსაც იამაყებს საქართველოს. დღესდღეობით ამაყობს საქართველოს მინერალური წყლებით, ღვინით, მაგრამ ლუდით აქამდე არ ყოფილა, რომ საქართველოში ქართველები ამაყები ყოფილიყო მსოფლიოს თვალწინ, რომ ჩვენ გვაქვს ესეთი ლუდი, მაგრამ ჩვენ გვაქვს დაბეჭდების ლებად თქვა, ყველაფერი იმისათვის, რომ შევქმნათ ლუდი მასიური მომხმარების ლუდი, რომელსაც იამაყებს საქართველოს და ქართველებს შეუძლია თქვათ, რომ აი ჩვენ გვაქვს საამაყო ლუდი და ამის გვაქვს რაც მთავარია, ეს არის წყალი. წყალი არის გული და სული. არა მარტო ლუდის, არამედ ნებისმიერი სასმელის წარმოების. და შესაბამისად დანარჩენი კომპონენტები, რაც არის ეს ტექნოლოგია, რაც არის პროფესიონალიზმი, რაც არის ნედლეულის ხარისხი, ჩვენ ეს მოვიკვლიეთ, მოვიძიეთ, ვიყიდეთ, შემოვიტანეთ და შესაბამისად პროდუქტი, რომელსაც ჩვენ ქმნით, ჩვენ გვაქვს ამბიცია, რომ ეს არის პროდუქტი, რომელიც არის მსოფლიო დონის. ერთ-ერთი საუკეთესო ლუდი. რაც შეეხება აქციებს, ანუ გეგმავთ თუ არა რაიმე სიახლეს თუ არ გნებთ ეს აქციებს, კი ბატონო, ჩვენ თქვენ სწორად აღნიშნეთ აბსოლუტურად, რომ ეს დარგი, ლუდის წარმოების დარგი საქართველოში არის ძალიან კონკურენტული. არის ძალიან ძლიერი მოთამაშეები ბაზარზე. თავის დროზე, როდესაც ჩვენ ახლა თავის დროზე ლომისი ვიყავით, ლომისმა გააკეთა თავის დროზე ნატახტარი, როდესაც ჩვენ ნატახტარის ქარხანას ვაშენებდით, მაშინაც ძალიან ბევრი სპეციალისტი გვეუბნებოდა, რომ ეს ძალიან რთულ ბიზნესში ხართ შესული, რა თქვინდა კიდევ ერთი წარმოება, როდესაც მაშინ კასტელის ქარხანაში საწარმოო სიმძლავრეები არ იყო ბოლომდე რეალიზებული. ანუ ჯოკერის ენაზე რო თქვა, წაგლეჯვაზე იყო, მაშინაც კი თამაშობდა. ეხლა, როდესაც FSI, სოფლიო დონის კომპანია, რომელსაც მოდიეს ვთქვათ, არაფერი არ ეშლება და ძალიან კარგად იცის როგორ უნდა კონკურენტულ ბაზარზე მუშაობა. არის საქართველოში წარმოდგენილი ისეთ კაი ქარხანით, როგორიც არის ნატახტარი და აი ესეთ კონკურენტულ ბაზარზე შემოვიდა კიდევ ერთი ქარხანა. რა თქმა უნდა, კონკურენციის დონე მაიმატა და ამიტომ ჩვენ ძალიან ხილობთ ესეთი კონკურენტული ნაბიჯების გაჟღერებისგან ძალიან ფრთხილები ვართ. კონკურენცია დაძაბული არის, დაძაბულ კონკურენტულ ბრძოლაში ვართ ჩართულები და ამიტომ დიდი ბოდიშის მოხდით თავს შევიკავებ იმ ნაბიჯების საწესოებით, რომ აუცილებლად იქნება რაღაც წამახალისებელი აქციები და წამახალისებელ აქციებს მე ჩვენს მიდგომას მაინც გავაჟღერებ. ჩვენი მიდგომა არის ესეთი, რომ ჩვენ ქმნით პროდუქტს, რომელსაც არ უნდა ჭირდებოდეს რაღაც კიდევ დაინტერესება, მეტი დაინტერესება ქთამის მიცემა, რომ არ იქა ჩვენი ლუდი დალევა. არა, მაგრამ ვინც ლუდი იცის საქართველოში
ძალიან ბევრი უკვე აღიარებს, რომ საქართველოს ის ლუდი, რომელიც ჩვენთან იწარმოება, არის სოფლიო დონის და მას პირდაპირ კონკურენტი არ ყავს, მაგრამ თუმცა რეკლამა მაინც მნიშვნელოვანია ალბათ დამეთახმებით. საქართველოში ჯერ კიდევ ლუდის მოხმარების კულტურა, ლუდის ცნობა, ლუდის ცნობიერება და ლუდის კულტურაც ჯერ კიდევ არის არა წინწასული. ეს პროცესი მიმდინარეობს, ლუდის მოხმარებაც იზრდება საქართველოში ერთსულ მოსახლეზე, ლუდის ცნობიერებაც იზრდება, ლუდის კულტურაც იზრდება და ეს პროცესი მიმდინარეობს. და შესაბამისად ჩვენ გვჭირდება კომუნიკაცია იმ მოხმარებელთან, ფართო მასებთან, იმისათვის რომ მათ გასინჯონ, აღიქვან ეს პროდუქტი და როდესაც მიჩვეული არიან წინაზე, ძალიან ძნელია რომ დაამტკიცო იგივე ლუდზე, ვთქვათ რომ ის არ არის მიუჩვეული ხიმი, ურჩევნია ძალიან ბევრს მიჩვეულ ჭიებს. თქვენი კომპანია მხოლოდ ლუდით არ არის ცნობილი. მე მინდა კითხოთ ლიმონადთან დაკავშირებითაც, იმიტომ რომ ზედაზენის ლიმონადი, რა ვიცი, განთქმულია ყოველ შემთხვევაში ჩემ ოჯახში ძალიან დიდ უპირატესობას ანიჭებენ. მაინტერესებს აი ამ კუთხით და ასევე თქვენ იყავით ერთ-ერთი კომპანია ზედაზენი ლიმონადი თვალსწრაფი გავიდა რუსეთის ბაზარზე პირველად. კი, საქართველოდან. მოგიყვებით ლიმონადთან დაკავშირებით აშხება. ჩვენ ახლა ვართ ქართული ლუდის კომპანია, რა თქმა უნდა, მაგრამ ლიმონადს ვაწარმოებთ, ლიმონადს ვაწარმოებდით თავის დროზე, ჩვენთვის არც ლიმონადი არ არის ახალი. როდესაც ჩვენ გავაკეთეთ კიდევ ერთი ლიმონადი საქართველოში. ლუდიც რამდენიმე ლუდია და კონკურენტულია, მაგრამ ლიმონადი არანაკლებ კონკურენტული ბაზარი არის, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ლიმონადი არის ბაზარზე. როდესაც ჩვენ ვაკეთებდით ლიმონადს, გადავწყვიტეთ რომ გავაკეთებინა ლიმონადშიც ასევე განსაკუთრებული პროდუქტი, და ამიტომ გადავიხადეთ უფრო მეტი თანხა და მივახცეთ იმას, რომ ჩვენი პროდუქტი არის 100% ნატურალური. ეს არ არის არა სინთეთიკური, არა ნახევრად ნატურალური, არამედ ეს არის 100% ნატურალური, ყველაზე ძვირფასი ნედლეული ჭირდება ამას, ძალიან ჩაქრით კეთდება და მივიღეთ ლიმონადი. და იმ პირობებში, როდესაც ჩვენ ფაქტიურად არ გავიკეთებია 2012 წლის მანძილზე რეკლამა ლიმონადის, ჩვენ გავხდით პირველი ბრენდი ლიმონადში, ზედაზენის ლიმონადი და ეს არის იმიტომ რომ ქართველებმა რა და ღვინო და ლიმონადი იციან კარგად. როდესაც გასინჯეს ძალიან ადვილად ფაქტურად რეკლამის გარეშე, აი თქვენ ლაპარაკობთ რეკლამა საჭიროა, ფაქტურად რეკლამის გარეშე ჩვენ გავხდით პირველი ლიმონადი. და ამას მივახციეთ სუფთა იმის ხარჯზე, რომ ჩვენი ლიმონადი არის მართლაც ძვირფასი, მართლაც არაფერი არ აკლია რა, მოდი ესე ვთქვათ. რაც შეეხება ექსპორტზე ჩვენ მოგეხსენებათ ხა 2012 წლის 2 აპრილს ეს იყო პერიოდი, როდესაც ჯერ კიდევ რუსეთში პროდუქციის გატანაზე ლაპარაკი იყო ფაქტობრივად ფანტასტიკის სფეროდან და ჩვენც ესეთი მიდგომით ვფიქრობდით, ხა როდესაც ქარხანა კეთდებოდა, ჩვენ ვიცით რომ ლიმონადი იქნებოდა და ჩვენ ლაპარაკობდით, ჩვენ მეძებდით ლიმონადის გასაგების ბაზრებს. და მოლაპარაკება ჰქონდა რამდენიმე კომპანიასთან, რამდენიმე მხარესთან, რამდენიმე ქვეყანასთან, თურქეთი, უკრაინა, კავკასიის რესპუბლიკები, სხვები, პოლონეთი და ასე შემდეგ. რუსეთთანაც რა თქმა უნდა ჰქონდა მოლაპარაკება, მაგრამ ჩვენ ველოდებოდით რომ რუსეთთან ეხა გაჯანჯდებოდა, გაიწელებოდა ეს მოლაპარაკება, მაგრამ აღმოჩნდა რომ პირველი ქვეყანა, სადაც გავიტანეთ ჩვენ პროდუქცია, იყო რუსეთი. რომელ წელს მოხდა ეს? შარშან, გახსნიდან რამდენიმე კვირაში, ფაქტობრივად ერთ თვეში პირველი საექსპორტო გადატვირთვა მოხდა რუსეთში. ეს იყო ჩვენთვისაც სასიამოვნოდ მოულოდნელი. რაოდენობა რამდენია? აღმოჩნდა რომ პროდუქცია საქართველოსდან კი რაღაც პროდუქცია იყო დაბლოკილი, მაგრამ ლიმონადი გამორჩა თუ რა არის, არ ვიცი, მაგრამ ლიმონადი გადიოდა. ლიმონადის შეტანა რუსეთში აღმოჩნდა ყველაზე ადვილი. აღმოჩნდა რომ ყველა კომპანია, რომელიც ამ ძირითადი კომპანიები, რომელიც აწარმოებდნენ ლიმონადს, უკვე მათ უკვე გაკოლეული ჰქონდათ ეს გზდა და ჩვენც საკმაოდ ადვილად შევედით რუსეთის ბაზარზე. წილი რამდენია რუსეთის ბაზრის წილი თქვენს ექსპორტში? ჩვენს ექსპორტს რუსეთის ბაზრის წილი მიუხედავად იმისა, რომ ამხელა ქვეყანა ძალიან დიდი არის, არ არის მნიშვნელოვანი, ესე იგი ის რომ რუსეთის კომპანიისთვის ვიძახია და არა კომპანიისთვის. ჩვენ მინდა გითხრათ, რომ სხვა ქვეყნებში არანაკლებს ხედით ვიდრე უკრაინაში. ძირითადი საექსპორტო ბაზრები თქვენი არა მარტო ლიმონადისთვის, იგივე ლუდისთვის რომელია? ლუდის გატანა საერთოდ ლუდის ექსპორტი, საექსპორტო ბაზარი ძალიან რთულია, ლიმონადზე უფრო რთული არის. ამიტომ ლუდი რამდენიმე ქვეყანაში ეხა საცდელი პარტიები არის გაატვირთული და ლიმონადის ძირითადი გასაღების ბაზრები არის, რა თქმა უნდა, აზერბაიჯანი, შუა აზიის რესპუბლიკები, რუსეთი, უკრაინა,
საბერძნეთში გადის ჩვენი პროდუქცია, მოლდავეთში, თურქეთთან არის მოლაპარაკება. და ასევე თქვენ ამერიკაშიც გადის. ენერგეტიკული სასმელიცაც გამოჩდით ბაზარზე. ანუ აქ რაღაც გათვლები გააკეთეთ, როგორ მიიღო ეს ახალი პროდუქტი მომხმარებელმა, ახალი პროდუქტი თქვენი კომპანიისგან თუ ზოგადად ენერგეტიკული სასმელი ხა ვინც ენერგეტიკული სასმელის კატეგორია საქართველოსთვის შედარებით ახალი არის. ლიმონათი, ლუდი, ვიცით ეხლა 10 წელიწადები არის. და ეს ნენელა შემოვიდა და ეხლა ჩვენ რო შევხედეთ რომ არის პროდუქცია რომელიც შემოდის უცხოეთიდან, ხდება იმპორტი, იმპორტის ჩანაცვლება ჩვენ ადვილად შეგვიძლია. აუდექით და გადავდგით ნაბიჯები, რათა ჩვენ ჩაგვენაცვლებინა იმპორტი ადგილობრივი წარმოებით. მით უმეტეს, როდესაც ჩვენ გვაქვს საშუალება ვაწარმოოთ არანაკლები კი არა უკეთესი ხარისხის ვიდრე აქაც წყალია ფაქტორი მთავარი. წყალი რა თქმა უნდა არის ერთ-ერთი ფაქტორი. რაც შეეხება დანარჩენ ფაქტორებს, ჩვენ წავედით და საუკეთესო პროფესიონალიზმის საუკეთესო ნედლეული შევისყიდეთ და მივიღეთ ის რომ მარჟა, მოგების მარჟა არის საკმაოდ მაღალი ამ სფეროში და ჩვენ ავიღეთ და მოზომილი მარჟა დავადეთ და ამიტომ შევძელით გვეწარმოებინა არანაკლებ ხარისხის, არანაკლები გემოვნური თვისებების პროდუქტი, რომელიც 100%-ით შემოდიოდა უცხოეთიდან და გავაკეთებინა ეს საშუალება ხელმისაწვდომი ქართული კომპანია ხარ ჯერჯერობით საქართველოში პირველი კომპანია. ქართული ენერგეტიკული სასმელი. ხელობაც კი არ ქონია არავის, მაგრამ ჩვენ გავაკეთეთ ის რომ გავაკეთეთ სოფლიო დონის პროდუქტი, დავარქვით Wildberry, ანუ საერთაშორისო სახელი შევარჩიეთ, ინგლისური სახელი შევარჩიეთ, თვითონ რომ მიგვაჩნია რომ სერიოზული საექსპორტო პოტენციალი აქვს ამ პროდუქტს. და სტატისტიკამაც გაყიდვების მაჩვენებელიც ამ შემთხვევაში გაყიდვების მაჩვენებელი ამ შემთხვევაში ძალიან კარგი არის. ჩვენ პირველი ვედიდან გავხდით მნიშვნელოვანი სერიოზული ლიდერის ამბიციის მქონე მოთამაშე ამ ბიზნესშიც, ამ დარგშიც, ენერგეტიკული სასმელების დარგში და მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მაგდროულად დიდი ყურადღება არ მეგვიქცევია რეკლამირებისთვის ჯერჯერობით ამ პროდუქტისთვის, უკვე საკმაოდ კარგ დინამიკას აჩვენებს, გაყიდვები იზრდება და ოპტიმიზმით სავსეა. რადგან ახლა გადაცემის დასრულებამდე ძალიან ცოტა დრო რჩება და მე აუცილებლად უნდა გკითხოთ ინვესტიციებთან დაკავშირებით და ასევე სამუშაო ადგილები, რაც ჩვენი ქვეყნისთვის არის ერთ-ერთი სერიოზული პრობლემა. თქვენ კომპანიაში, ვისაც აქვს როგორ უნდა მოხდეს, ანუ როგორ ხდება დასაქმება, როგორ აარჩევთ კადრებს და თუ შეგიძლიათ ჯამში გითხრათ, რომ ბოლო თუნდაც 1 წლის განმავლობაში ამ 3 ახალი ბრენდის გამოშვებაზე რა ინვესტიცია წავიდა კომპანიის მხრიდან? ჩვენ როდესაც ქარხანა ავაშენეთ, ჩვენ ქარხანა დაგვიჟდა დაახლოებით 30 მილიონი ევრო. ეს არის აბსოლუტურად ქართული ფული, ეს არის ოჯახური ბიზნესია ფაქტორი, ჩოჩელების ოჯახის ბიზნესი არის. ეს ფული მოვიდა იგივე ნატახტარის თავის დროზე ნატახტარის რეალიზებაზე. ეს ფული მთლიანად რეინვესტირდა ქართულ ეკონომიკაში და მათ შორის ზედაზენში. მას შემდეგ რაც ქარხანა გაიხსნა, ინვესტიციის და რეინვესტიციის პროცესი არ შეწყვეტილა. ეხლა საინტერესო ფაქტი არის ის, შემიძლია ვთქვა, რომ არჩევნების მერე როდესაც ყველა ამბობს იმაზე, რომ გაურკვევლობა არის ქვეყანაში პოლიტიკური და ჩვენ არ შეგვიწყვეტია გასული წლის ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ჩვენმა კომპანიამ 6 მილიონი ევროს ინვესტიცია გააკეთა დამატებითად. ბიზნეს გეგმები და საინვესტიციო გეგმები კიდევ გვაქვს სამომავლოდ, ეს განვითარების პროცესი არ წყდება. რაც შეეხება სამუშაო ადგილებს, ჩვენ ბევრად არ გამოურჩევით სხვებისგან, ჩვენთანაც ისევე როგორც სხვა კომპანიებში დასაქმება ხდება კონკურსების საფუძველზე, ჩვენ ვაქვეყნებთ ჩვენს ვაკანსიებს. რა თქმა უნდა, ჩვენ როდესაც გავიხსენით ძალიან ბევრი ვაკანსია გვქონდა. საშუალო ხელფასი მუშის დავუშვათ რამდენია დამხმარე პერსონალი? ჩვენთან საშუალო ხელფასი 500 ლარზე მეტი არის ფაქტობრივად შეიძლება ვთქვათ. მუშების შეტყვა. აი ტექნოლოგიური პროცესები ეგ უბრალოდ არის რომ მე როგორც ნახე ჩემი თვალით უბრალოდ დააჭირო რაღაც ხელი დავუშვათ დანადგარს და ის ყველაფერს აკეთებს, ყველაფერი ხდება ავტომატურად. ფიზიკური შრომა არ არის პრინციპში. ჩვენი ქარხანა ყოფილიყო გერმანიაში, ევროპის ნების ქვეყანაში, დასაქმებულთა რაოდენობა დაახლოებით 3-4-ჯერ ნაკლები იქნებოდა როგორც მინიმუმ, იმიტომ რომ იქ ხელფასებიც მაღალი არის და ხალხი ცდილობს ოპტიმიზებას, თვითღირებულებას შეამციროს და ჩვენ გვაქვს აღებული ჩვენს ხელმძღვანელობას, ჩვენს დამფუძნებლებს ეს სპეციალური პასუხისმგებლობა, რომ სამუშაო ადგილები შეიქმნას. მოგეხსენებათ, ჩოჩელების ოჯახი მოდის და ჩვენი ბიზნეს ჯგუფიც მოდის ახალგორიდან ძალიან ბევრი ტოლვილი გაჩნდა ბოლო ხანებში და არის ტოლვილთა დასახლება წეროვანში
და იმ ძირითადად ეს ადამიანები არიან ეს ხალხი არის ჩვენთან დასაქმებული. ჩვენთან არ ხდება სამუშაო ადგილების ოპტიმიზირება, პირიქით იქნება ადგილები, რათა ამ ხალხს, რომლებიც დაჩაგრულები არიან, მოწყობილი არიან თავიანთ ადგილებს, საცხოვრებელ ადგილებს, თვითრეალიზების ელემენტარული საშუალება მაინც ქონდეს, ამიტომ ჩვენთან არიან ეს ხალხი დასაქმებული. ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრათ, სამწუხაროდ ჩვენი გადაცემის დრო ამოიწურა და მე კიდევ დამჩა რამდენიმე კითხვა, მაგრამ არაუშავ ჩვენ გვექნება შემდგომ საშუალება რომ ვისაუბროთ კიდევ თქვენ კომპანიასთან დაკავშირებით. მე შეგახსენებთ რომ ჩვენი გადაცემის სტუმარი გახდათ ლუდსახარში ზედაზენის კომერციული დირექტორი კახა პაიჭაძე. მე მომავალ ხუთშაბათამდე გემშვიდობებით, მომავალ ხუთშაბათს ამ სტუდიაში სხვა თემით და სხვა სტუმრით დავბრუნდებით. მადლობთ. თავარი ეკონომიკური მოვლენებისა და თემების განხილვა. ეკონომიქსი. რადიო იმედის პირდაპირ ეთერში. გადაცემის სპონსორია ზედაზენი. ქართული ლუდის კომპანია ზედაზენი და გერმანული ლუდსახარში ბიტბურგერი წარმოგიდგენთ. პრემიუმ ლუდს კიონიკა პილსნერი. König Pilsner. დაგვირგვინე წარმატებული დღე.